კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო და რაღაცა წინა გაშლის ბოლო ეტაპისკენ უცებ ეს სპონტანურად გადავწყვიტე რომ მოდი და ჩავწერ ვიდეოსაც რაც მოიტანს ურთიერთობის აღდგენა თქო და ზუსტად იმავე განლაგებით დავაწყობ ახლა რა განლაგებითაც იმ გაშლაში ეწყო ეს სიმბოლოები და ოთხივე ვარიანტზე ვნახოთ რას მოიტანს ურთიერთობის აღდგენა პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა თვითონ თქვენთანაც უკავშირისთვის, ჩემს გამომწერებს, ერთგულ მაყურებელს, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ძალიან დიდ ძალას და мотивაციას მაძლევთ რა თქმა უნდა. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ვარიანტი და დავიწყოთ. აბა რას მოიტანს ურთიერთობის აღდგენა? გაშლამ გვაჩვენა რომ ოთხივე შემთხვევაში ზოგთან ადრე, ზოგთან გვიან ურთიერთობა აღდგება, ხო? აქვე არ დაგავიწყდეთ რომ გაშლა არის საჯარო და ყველაფერი ყველაზე ვერ რეზონირდება და მე არ იყოს ის მომენტი რომ ნუ აბა თქვენ რომ თქვით საჯაროა და როგორ გითხრათ და პირად კონსულტაციებზე ვინც ყოფილან კი იციან რა როგორ და რანაირად ხო არა აბას მერე ჩავწერ და მერე ვიტყვი ნახოთ ჯერ აბა პირველ ვარიანტს რას მოუტანს ურთიერთობის აღდგენა ცეცხლებს, ხნებებს, გამარჯვებას. ბოლოს და ბოლოს სწორ კალაპოტში ჩაჯენას, ახალ ეტაპზე გადასვლას. მაგრამ მაინც ილუზორულია, რატო? რას ნიშნავს ეს? ხმლების მეფე, კი ბატონო, მაგრამ ხმლების მეფეს ილუზიები არ ახასიათებს. ეს ხმლების მეფე. გეტყვით ახლა რა ხდება მეგობრებო. აქ ზუსტად მივხვდი რა სიტუაცია კოშკის არკანი. აქ რა გექნებათ? კი ბატონო, ისე მოგიტანთ იმ სასწაულ ემოციებს, რაღაც აბსოლუტურად სხვა განზომილებაში გადაგაგდებთ, სხვა სიბრტყეში, იფიქრებთ, რომ ნუ აი, არ ვიცი, 50 წლის ასაკშიც კი პეპლები რომ აფარფატდებიან და რა ვიცი, შუა თებერვალში ყოჩი ვარდების სუნი რომ მოგივათ, ხო, ჰაერიდან, მაგრამ ეს თქვენი მხრიდან იქნება ილუზიები, იმიტომ რომ ეს მაინც კი, სწორია, მართალია, წესიერი, პატრიოტული ტიპია, მაგრამ რაღაცა ეს თავის პრობლემებშია და თავის ტრანსფორმაციებშია მეგობრებო და იგივე სცენარზე, სწორს ვამბობ, იგივე სიტუაციაზე დაგატრიალებთ, აბა ვნახოთ. აქ მაინც მგონია, რომ თვითონ ადამიანიც ცოტა მოაბსტრაქტო ტიპია. აი, კონკრეტიკისგან შორს ძალიან რო გაგაწვალებთ ცხრიანი პენტაკლები და არა, გეუბნებით. აქ წყალი მაინც აირევა, აიმღრევა წყალი. ეს დიდი ალბათობით მოვა, მაგრამ მოვა იმისთვის, რომ ისევ დაგემშვიდობოთ. აქ სამკუთხედის სუნიც არის. კი, აი, თქვი და ნუ არ არსებობს რომ ვიტყვით არომა და აბატონ. ისევ აი მაიწონა და იწონაში გამყოფებთ და რა ვიცი თუ გინდათ კი ბატონ. კარგით, მადლობა პირველ ვარიანტს, ჩემო კარგო ადამიანებო. ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი, აბა. მეორე ვარიანტთან რა იქნება? რას მოიტანს ურთიერთობის აღდგენა? ციკლურობას, ახალ ეტაპზე გადასვლას, ხო, ნუ რვიანი პენტაკლებით კი ბატონო, პენტაკლების მეფე, აქ შესაძლოა მეგობრებო, ოჯახით შემოგთავაზო. კი, არ გამოვრიცხავ. აქ შესაძლოა, გილოცავთ მეორე ვარიანტს. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ცხრიანი პენტაკლები, აქ რაღაცა სულ სტაბილურობ, კი ბატონო, პენტაკლები, რაღაცა ოჯახის სუნი მცემს აქ და თასების ტუზი. ვა. რა ეტლის არკანი? შვენიერი ახლა აქაც ვუყურებ არკანებს და ხო, აი მეორე ვარიანტთან ნამდვილად ღირს ურთიერთობების აღდგენა, ჩემო კარგო ადამიანებო. ფულის ტომსიკას კი მოყვა სულ პენტაკლები და მატერიალური ამბები.
ხო არა, თასებიც იყო იქ და ნამდვილად ისეთი რა, მართლა ისეთი პერსპექტივის, აი ოჯახური რაღაცა თანაცხოვრების, თანაპარტნიორობის სუნი ნამდვილად ასდიოდა მეორე ვარიანტს, მადლობა. მესამე ვარიანტი და ალადინის ლამპარი, აბა ვნახოთ რას პირდება ჩვენს მაყურებელს, რას მოიტანს ურთიერთობის აღდგენა. აჰა. ხო. ვერაფერს. იცით რა მომენტია? გამოგიყვანთ ავადმყოფური მდგომარეობიდან. აქ ცალსახად გამოხვალთ ავადმყოფური მდგომარეობიდან, მეგობრებო. სხვა შორის, არ ვიცი რომელ ვარიანტში აღარ მახსოვს დამიფიქსირდა წეღან წინა გაშლაში და აქაც აი ნახეთ როგორი მომენტია, რომ არ ვიცი, ვიღაცის დახმარებით ამ ტრანსფორმაციას მშვიდობიანად გაივლით. შეიძლება ეს ადამიანიც დაგეხმაროთ, არ ვიცი, ვისთანაც ურთიერთობის აღდგენა გინდათ, ან უბრალოდ დააკვირდით საჯაროა გაშლა და მე ყველა ვერსია უნდა ვთქვა. ყველა სიტუაცია, ხო? შესაძლოა დაიბრუნოთ გარკვეული ზემოქმედებებით და ჩარევებით ადამიანი, რაღაცა პერიოდი გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან და ამოისუნთქოთ, ანუ ავადმყოფური სიტუაციებიდან გამოხვიდეთ, მაგრამ მე რა იქნება მანახეაბა სამი არკანით. ხო, სხვათა შორის აქაც ნახეთ იმპერატორი და იმპერატრიცა. აქაც წყვილი საკმაოდ კარგი. ოღონდ ძალიან რთული ეტაპების მერე, ძალიან რთული მომენტების მერე, შეიძლება პრაქტიკოსიც მიყურებთ, მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ჩარევებით, რაღაცა რიტუალებით, რაღაცა თქვენი ძალიან დიდი ძალისხმევით, კი. გამოვა სიტუაცია საიმისოდ, რომ ბოლოს ყველაფერი სიკეთით დაგვირკვინდეს. ცუდს არაფერს მოიტანს. სირთულეები იქნება, მაგრამ საბოლოოდ ზღაპრის ბოლო სიკეთით დასრულდება და ვნახოთ ახლა ჩვენი პრინცი მოჯადოებული, აბა რას იზავს დაბრუნების შემთხვევაში და აღდგენის შემთხვევაში რა ენერგიებს მოგიტანთ. ან პრინცესა ხო თუ მამაკაცები მიყურებთ, ვნახოთ. აჰა. რა ხდება დღეს რაღაცა მე მგონი სულ ქორწილები რა ნიშნობებია თუ რა ამბავია. რაღაცა ძალიან კაი არკანები ამოდის. კი, მეგობრებო. აქ რაღაცა სამართალმა პური ჭამაო ეგ მომენტი იქნება, სანთელსაკმელი გზას არ დაკარგავსო და რა ვიცი, კი. არა. აქაც ძალიან კარგი ენერგიები ამომდის. ოღონდ აქ დიდი ალბათობით ფარული ქალის კონტექსტში გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ დიდი, არ ვიცი, ძალიან ბევრ პროცენტზე გადათამაშდება ესე, რომ თქვენ ხართ ოჯახიანები, მეგობრებო, ვინც მიყურებთ. აქ ასეთი ენერგიები მომდის. კი, ნახე. მაგი და ქურუმი ქალის. რა საინტერესოა, უფრო მეტიც მეგობრებო, აქ შესაძლოა კუთხედებში იყოთ. არ გამოვრიცხავ ნამდვილად ამ ფაქტორს. აქ რაღაცა ძალიან ისეთ ხალხთან მაქვს საქმე, სხვათა შორის თქვენს და თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანები ძალიან განსხვავებულები ხართ, ძალიან არასტანდარტულები ხართ, ძალიან აი როგორ იცით, ჩვეულებრივი სოციუმიდან რომ გამოირჩევით და შეიძლება ვიღაცებისთვის ძალიან უცნაურადაც კი ჩანდეთ და ჟღერდეს თქვენი ნათქვამი, თქვენი საქციელი და ცოტა ისე როგორც რაღაცა უცნობ ექსპონატს ესე გიყურებდნენ, მაგრამ არა თქვენი ურთიერთობა აბსოლუტურად სხვა ლეველზე გადავა, სხვა იცით როგორ ენერგიებში გადავა, სულიერი კავშირი, აი სულიერი ემოციური რაღაცა საოცარი, აი ემოციური ინტიმი გექნებათ რაღაცა სასწაული ფიზიკურზე უძლიერესი და უმაგრესი, აი რაღაცა ძალიან მაგარი ვარიანტია, მეოთხე ვარიანტი, მეგობრებო. ოღონდ აქ ძალიან ისეთი ქალები მყავხართ. ჩემი კოლეგები ხართ, მე მგონი რაღაცა გარკვეული პროცენტი. არ ვიცი, აი მეოთხე ვარიანტი მინდა რომ გიჯდე და ვილაპარაკო ვინ არის ეს ადამიანი, როგორც წიგნს წაიკითხავ ესეთი. ძალიან მაგარი
მაგარი ამბები გელოდებათ მეოთხე ვარიანტს ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში. დაგემშვიდობებით, მადლობა ნდობისა და ყურადღებისთვის და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით სხვა კაშლით. მადლობა.